ჩვენ დილა განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობა და დღეს ყოველს გირჩევთ ეს უბრალოდ ეროვნულ გალერეა, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ალექსანდრე ბანძილაძის ნამუშევრები გამოფენილია 19:09 და ნახოთ ამ თემაზე სალომე გელაშვილის სიუჟეტი. აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში ყველაფერი მართლაც მაშინვე თვით პროცესშივე იბადება და რომ დაუსვამ ფუნჩს სწორედ მაშინ. იქვე თავად გაძლევს იდეას როგორ განაგრძო, განავითარო. ისეთი შთაბეჭდილებაა თითქოს თვითონვე მიჰყავ ცხვირზე გამობმულივით, რაღაცას და მიგათრევს თავის ნებას. აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსანდრე ბანძელაძე, რომელმაც საქართველოში 80-იანი წლების მხატვრების მთელი თაობა გაზარდა. ხელოვანის 19 ნამუშევარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. გამოფენის კონცეფცია გვაძლევს საშუალებას წარმოუდგინოთ ჩვენს დამთვალიერებელს ის ექსპერიმენტები, რომელიც გაიარა ბანძელაძემ, ვიდრე მივიდოდა აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმამდე. ზოგიერთი ნამუშევარი პირველად იფინება, ეს იქნება განსაკუთრებით საინტერესო ჩვენი დამთვალიერებლებისთვის. ყველას ველოდებით გალერეაში, მიუხედავად ამ ცხელი დღეების, გალერეაში გრილა. მხატვრის შემოქმედებამ რამდენიმე ეტაპი გაიარა, იმპრესიონისტულმა მეთოდმა არ დააკმაყოფილა. შემდეგ აღარც პუანტილიზმი მოეწონა და ფორმის გაანალიზება კუბისტური სტილით დაიწყო. თუმცა საბოლოოდ უკვე 60-იან წლებში აბსტრაქციამდე მივიდა. მისი ბოლო ნამუშევრები კი ვეფხის ტყაოსანს უკავშირდება, რომელზეც მხატვარმა მუშაობა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე დაიწყო. მინდა ყურადღება მივაქციოთ ერთ საინტერესო დეტალს. ამ ნამუშევრებზე არის ესეთი მინაწერები, რომელიც კონკრეტულად იმ დღეს, როდესაც ეს ნამუშევარი იქნებოდა, როგორც ჩანს, მხატვარმა გააკეთა მინაწერი. აი აქ არის მინაწერი. გამოაცხადეს დღეს 19 აგვისტოს გადააყენეს გორბაჩოვი 1991 წელი. და აი კიდევ ერთ ნამუშევარზე არის ვრცელი მინაწერი იმ პერიოდში თბილისში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. კონკრეტულად აი სამოქალაქო ომის პერიოდია და მიტინგის შესახებ ვრცელი ჩანაწერი არსებობს. ეს იმდენად სრულყოფილი ნამუშევრები და საინტერესოა, რომ ეს არც აღიქმება ერთი შეხედვით და ვერც ვიტყვით, რომ ეს სპეციალურად გაკეთა თუ იმდენად სამუშაო ესკიზი იყო, რომ ეცით მინაწერი გააკეთა მხატვარმა. რამსურს მე ხატვა მინდა, არავინ უნდა შემიშალოს ხელი, წერდა ალექსანდრე ბანძელაძე. როგორც ამბობენ, მას პოპულარობა არ იზიდავდა, სახელოსნოში შესულ ხალხს კი ეუბნებოდა, რომ უბრალოდ ერთობოდა და ექსპერიმენტებს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების სტილით ძალიან განსხვავდებიან, როგორც მხატვრის შვილიშვილი აცხადებს, გამოფენა მაინც შეკრული გამოვიდა. გვინდა სამომავლოდ იგეგმება გამოფენის გაკეთება უფრო მასშტაბურის ალექსანდრე ბანძელაძე და მისი მოსწავლეები და ვნახოთ ეს როგორ გამოვა. და სხვა ნამუშევრები უნდა ახალგაზრდა თაობამ შეაფასოს, გაიცნოს და ძველმა თაობამ გაიხსენოს და ამიტომ ეს დატვირთვა აქვს ეს ამ გამოფენას. სექტემბრისთვის ეროვნულ გალერეაში არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, მანამდე კი სიცხისგან შეწუხებულ და თბილისში დარჩენილ ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს გრილ გალერეას ესტუმროს და ალექსანდრე ბანძელაძის ექსპერიმენტები იხილოს. და გრძელდება